დაცულ ტერიტორიაზე დაიწყებთ ლაშქრობას, კარგი იქნება თუ მივხვალთ ვიზიტორთა ცენტრში. ყველა დაცულ ტერიტორიას თავისი ვიზიტორთა ცენტრი აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ დაცულ ტერიტორიებზე არის სხვადასხვა მარშრუტები, ყველა დაცულ ტერიტორიას თავისი სპეციფიკა აქვს. ჯობია, რომ პირველ რიგში მიხვიდეთ ვიზიტორთა ცენტრში და აი ამ ბილიკების შესახებ მიიღოთ ინფორმაცია. ჩვენ ახლა ვართ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან, დეტალებს გავიგებთ ვიზიტორთა ცენტრში და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ლაშქრობას. ეს არის ყველაზე მოკლე. რამდენიმე მონაკვეთი მონაცვლეობით არის ხედებია ლამაზი. და ეს არის ლიკანის ბილიკი. კი, ეგ არის ლიკანის ბილიკი. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სულ 17 სალაშქრო მიმართულებაა. მათ შორისაა ლიკანის ხეობის ბილიკი, რომელსაც დღეს გავივლით. ვიზიტორთა ცენტრიდან საფეხმავლო გზის დასაწყისამდე მანქანით მივდივართ. ეს არის პირველი სარეინჯერო და აქედან იწყება უკვე საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად გავივლით. გზის სიგრძე 9 კილომეტრია და სრული მანძილის დასაფარად 4 საათია საჭირო. პარკში შესაძლებელია გადაადგილება ფეხით და ასევე ცხენებით და საცხენოსნო ტურებიც ხშირად არის და აი გზად შეგხვდნენ ადამიანები, რომლებიც ცხენებით გადაადგილდებიან ბილიკზე. I'm from London, from England. მე ლონდონიდან ვარ, ინგლისიდან. პირველად ვარ საქართველოში და პირველად ვზივარ ცხენზე. ამ ქვეყანაში ძალიან მეგობრული ხალხი და ულამაზესი ბუნებაა. TikTok-ზე და Twitter-ზე შემხვდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ვიფიქრე, რომ საინტერესო და ლამაზი ქვეყანაა და მეგობართან ერთად წამოვედი. 12 years. It's a great time. ახლა მონაკვეთში უფრო შესაძლებელია ცხენით გადაადგილება ვიდრე ზემოთ. ზემოთ უფრო დიდი თოვლი და ჭირცხენით ასულა ზევით. ან თქვენ მიყვებით ხოლმე ყველა ტურისტს? კი, უსაფრთხოების მიზნით, ანუ ცხოველები არიან, ცხენი არ დავთხინ, არ გადმოვარდნენ და ასე შემდეგ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სტუმრებისთვის 4-ვე სეზონზე ღიაა, თუმცა ზამთარში დათოვლილი ბილიკების გავლას განსხვავებული მომზადება სჭირდება. ზამთარში თოვლში პირველად ვარ ლაშქრობაში წამოსული და დავწმუნდი, რომ თუ შესაბამისად ხართ აღჭურვილი, თუ შესაბამისი ფეხსაცმელი გაცვიათ და ტანსაცმელი, არც ისე რთული არ არის ზამთარში თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილება. პირიქით არის ძალიან ლამაზი და კადრებშიც ხედავთ თქვენ. თავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი თოვლში გადაადგილების დროს არის ის, რომ გაკვალულ გზაზე ჯობია რომ იაროთ, იმიტომ რომ დიდი თოვლის გამო შესაძლოა ვერ დაინახოთ სად არის გზა, სად არის ჩასავარდნი. მართალია ეროვნული პარკი ყველა სეზონზე მუშაობს, თუმცა ზამთარში დიდ თოვლობის გამო ზოგიერთი მიმართულება იკეტება. ამიტომაა აუცილებელი ბილიკზე შესვლამდე ვიზიტორთა ცენტრში მიხვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ. რეგისტრაციის ფურცელში შეაქვს თავისპირად ინფორმაცია, როგორიც არის ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, პასპორტის მონაცემები, ყველაფერი საჭიროა. რა მარშრუტით მიდის, ყველაფერს ამას ადგილზე გაეცნობა, თქვა იმ ბილიკის სპეციფიკას გაეცნობა, რა სირთულე შეიძლება შეხვდეს ამ ბილიკზე, თქვა სად არის თავშესაფარი, სად ტელეფონი იჭერს, თუ ვინცობა, თქვა გაუჭირდა ადგილის შესასვლელის მოძებნა თუ გაუჭირდა მაგალითად, ან თქვა რამე პრობლემა შეექმნა. პირველ რიგში უკავშირდება ვიზიტორთა სპეციალისტს და ვიზიტორთა სპეციალისტი ისევე კიდევ ერთხელ სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე მერე შესაბამის სამსახურს გადაცემს ან დაცვის განყოფილებას, ან სამაშველოს. ეროვნულ პარკებში გადაადგილების დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ ბილიკზე გაკეთებულ მონიშნვებს და მათ მიხვეთ. შესვენება ან ღამის გათევა კი ტურისტულ თავშესაფარში შეგიძლიათ. ამოვედით კოტეჯთან, სადაც ყველა ტურისტს შეუძლია დარჩენა, ღამის გათევა, შევიხედოთ შიგნითაც როგორი არის ვნახოთ. ტურისტულ თავშესაფარში 8 ადამიანისთვის განკუთვნილი 2 საძინებელია. კოტეჯში ღამის გათევა კარვითაც შეგიძლიათ. აი ესე დავხვდა კოტეჯში დაჩეხილი მშრალი შეშა და მარტივად დავანთეთ ღუმელი. კოტეჯის ქვემოთ არის მოთავსებული დიდი მორები და შეგიძლიათ, როდესაც თქვენს მოხვალთ დაანთებთ ცეცხლს, გათბებით, შემდეგ უკვე ის სველი, რომელიც გარეთ არის ნესტიანი, დაჩეხოთ, დატოვოთ აქ და უკვე შემდეგი სტუმარი ვინც მოვა, დახვდება მშრალი შეშა.
აქ კარადაში დაგხვდა საჭმელიც, გაჩვენებთ, ერთჯერადი სუპები, შეგიძლიათ ლაშქრობის შემდეგ თუ თქვენს დაგრჩებათ საკვები დატოვოთ და სხვა ვინც მოვა სტუმარი ის გამოიყენებს. კოტეჯები არა მხოლოდ ტურისტების, არამედ რეინჯერების შესვენების ადგილიცაა. ამინდის მიუხედავად ისინი სალაშქრო ბილიკებზე მუდმივად მორიგეობენ. ჩვენ მარშრუტები გვაქვს ყოველდღიური, მარშრუტებზე დავდივართ, ვაკონტროლებთ ყველა დღეს, ყველაფერს, რომ ბრაკონიერია შემოვიდეს, ვიზიტორები შემოდიან, ყოველდღიურს ვაქცევთ. არის ხო თითოეულ პერიოდში ბილიკები ხერგება, ხეები ტყდება, მე თოლიო დაიწევს ცოტაზე, ვასწავლეთ ბილიკებს უვლით და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. ის 31 წლის წინ დაარსდა და დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი პირველი ეროვნული პარკია.